დარწმუნებული ხარ, რომ ყველა ის ინფორმაცია, რომელიც დღეს სოციალურ მედიაში ნახე, ან რომელიც მეგობარს გაუზიარეს, სიმართლე იყო? ეს არის ტექნოლოგიური პროგრესის საუკუნე და ინფორმაციულ ერასაც ეძახიან ამ ჩვენს ეპოქას, მაგრამ ამ პროგრესს ხადი ახლავს გარკვეული გამოწვევები, რომელიც არის პირდაპირ დაკავშირებული ყალბი ინფორმაციასთან. ჩვენ გვჭირდება ის იარაღი, რომელიც მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ აი ამ ინფორმაციულ ქაოსში გზა გავიკვლიოთ. მედია წიგნიერება არის სწორედ იმ ცოდნის და უნარების ერთობლიობა, რომელიც ადამიანს ასწავლის, როგორ გაფილტროს, შეაფასოს კრიტიკულად, გაანალიზოს და თუ გააზიარებს ამ ინფორმაციას, მაშინ პასუხისმგებლობაც არ იყოს. ჩემი საყვარელი პროექტი არის ნამდვილი თუ მოგონილი. როდესაც მოზარდი იღებს მონაწილეობას ამ კონკურსში, ის ავტომატურად ერთვება აი ამ ძალიან მნიშვნელოვან პროცესში, სადაც მან თავად უნდა განსაზღვროს, რომელი ინფორმაცია შეიძლება იყოს ყალბი და დაასაბუთოს, რომ ეს ინფორმაცია ნამდვილად ყალბია. კონკურსანტები პირდაპირ კომპასს იჭერენ ხელში იმისათვის, რომ სწორი გზა გაიკვლიონ ინფორმაციულ ქაოსში. ძალიან მნიშვნელოვანი პრიზები გვაქვს, თუმცა ეს არ არის მთავარი. ეს არის შესაძლებლობა, სადაც ისინი ფაქტობრივად ყალიბდებიან მედია წიგნიერ ადამიანებს.